მეგობრებო, უნდა გაგაკეთოთ ახლა ესეთი საერთო გაშლა. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი, თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი საინტერესო პიროვნება თქვენზე. გაშლა არის ორივე სქესისთვის. პირველ რიგში ამას გეტყვით, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ და ლაიკები არ დაგეზაროთ ხოლმე არც ერთ ვარიანტში ვიდეოებისთვის. თუ ეს გაშლა არ დაემთხვა, გადმოდით ჩემ გვერდზე არჩიეთ სასურველი თემატიკა და გამოიწერეთ ჩემი გვერდები. იყოთ აქტიურად ცხელ კურსში, ასე ვთქვათ, ჩემი ატვირთული ვიდეოების. ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ, რამდენად თქვენი იქნება კონკრეტულად ეს გაშლა. თუ დაემთხვევა, უყურეთ ბოლომდე, თუ არ დაემთხვევა, უბრალოდ შეგიძლიათ დაალაიკოთ და უყუროთ სხვა დანარჩენ ვიდეოებს გადავლოთ თვალი. ვინ ხართ თქვენ? პენტაკლის დედოფალიო მიჩვენებენ. პენტაკლის დედოფალი შეიძლება მიწის სტიქიის წარმომადგენელი ბრძანდებით. ეს არის კურო ქალწული და თხის წარმომადგენელი, მაგრამ აუცილებელი საერთო გაშლაში არ არის, რომ ყველა იყოს პენტაკლის დედოფალი. პირველი თვალში რაც მხდება არის ის, რომ შეიძლება ძალიან გიყვართ შინაური ცხოველები და ყავთ კატები, ძაღლები, რაღაცა ესეთი პატარ-პატარა შინაური ცხოველების სახში, ან თუ არ ყავთ, გიყვართ მაინც და რაღაცნაირად თქვენთვის ერთგვარი ემოციური სფეროს დამაწყნარებელი ელემენტი არის თქვენთვის ეს სიყვარულის გამოხატულება ცხოველების მიმართ. თუნდაც ქუჩის ძაღლი იყოს და ქუჩის კატა რაღაცნაირად ემოციურად დადებით ტალღაზე გამყოფით ხოლმე ეს შინაური ცხოველები. გარდა ამისა, პენტაკლის დედოფალი ეს არის ძალიან ღირსეული ქალი, ძალიან, ყველა ქალი ღირსეულია, მაგრამ ღირსეული, ანუ თავის ფასეულობა იცის, ძალიან უყვარს თავის თავში ჩადება პროცედურები, რაღაცა კოსმეტიკური იქნება იქ თუ სპორტ დარბაზში სიარული და ფიგურის მიხედვა და ეს ტონუსში თავის ყოფნა. გარდა ამისა, ძვირადღირებული პარფიუმერია, კოსმეტიკური საშუალებები, ტანისამოსი ბრენდული, გამოწერით იქნება ეს თუ პირდაპირ თქვენ თავზე შეკერილი რაღაცა სპეცშეკვეთები. მოკლედ ძალიან ესეთი დელიკატური და ესეთი ჩაცმა უყვარს, გამოწყებილი, ლამაზი და ეს თვალში მოსახვედრი არის მისი ეს რაღაცნაირი სიარულის მანერა, ქცევები, ძალიან ინტელიგენტური ქალბატონი არის, როგორც წესი, ძალიან ღირებული და ხალხის თვალშიც ძალიან ესეთი შვიდი, გაწონასწორებული, ყოველგვარი ზედმეტი ემოციური ფონის გამოვლენების გარეშე, ასევე არის ოჯახშიც. ოჯახშიც რაც შეეხება პენტაკლის დედოფალს არის როგორც წესი საერთოდ მეუღლის კარტია და შეიძლება მეუღლე ბრძანდებით ოჯახი გაქვთ ანუ თქვენი კონკრეტულად, მაგრამ საერთო გაშლაში ესეც არ არის აუცილებელი. ანუ შეიძლება უბრალოდ ძალიან ღირებული და ესეთი ქალბატონი ხართ, ვისაც უყვარს თაროებზე, როგორც ქალწულს უყვარს მაგალითად თაროზე შემოდებული ყველაფერი აკურატულად მილაგებული, რაღაცნაირად ჭყიალებს და ბრწყინავს სახლი სისუფთავით და ესეთი ჰარმონიული ქალბატონი ხართ. რაღაც ის დასასრულს აჩვენებენ თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა დასრულდა და აქ ორი კარტი მიყოლებით აჩვენებს, რომ დასრულდა 10-იან ხმალით. შეიძლება ვიღაცა ყველას გაშოროთ, მაგრამ ვიღაცა გარდაგეცვალათ, იმიტომ რომ ეს არის დასასრული ერთგვარი ციკლი ადამიანის რაღაცა პერიოდის დასასრულის და შეიძლება გადასვლის მეორე სამუდამო ქვეყანაში. ყველას კიდევ ვიმეორებ, გაშოროთ ასეთი სიტუაცია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ნაწილისთვის იყოს, ეს იქნება მეგობარი, ნათესავი, ახლო ადამიანი, ვინც რაღაცნაირად დიდი ტანჯვის შედეგად იყო თუ უეცარი ტრაგიკული შედეგი იყო ამის ჩაღრმავებას აღარ დავიწყებ. მოკლედ გარდაიცვალა რაღაც ნაწილისთვის, ასევე ნაწილისთვის იქნება, რომ რაღაცა დასრულდა თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა გარდაიცვალა, ერთი რაღაცა სფერო შეიძლება იყოს სამუშაო რეჟიმიც კი, რომელიდანაც დაასრულეთ წერტილი დასვით და ვიღაცის გულისთვის იქნება თუ თქვენი სურვილით იქნება რაღაცა ეს დასასრული ერთგვარი დადგა თქვენ ცხოვრებაში. 21 მაღალი არკანით რომ გითხრათ, რომ
არ ხართ იმ ხასიათზე, რომ ცხოვრება განაგრძოთ. არა, კონკრეტულად ამ კარტზე ეს არის აი მოვისროლე წარსულში რაღაცა ეს იმ ადამიანებისთვის არა, ოღონდ ვისაც ადამიანი ამ ქვეყნად გამოგაკლდათ, ეს არის სხვა ადამიანებისთვის, ვინც რაღაც დაასრულეთ. ურთიერთობა, სამუშაო რეჟიმი, აი ის რაც გტანჯავდათ და ერთგვარად თქვენი ნერვოზის შემქმნელიც იყო თქვენ ფსიქიკაშიც რაღაცა თავისი დიდი წვლილი მიუძღოდა და აი ასრულებდით, ვერ ასრულებდით და აი საბოლოოდ აი ეს წერტილი დასვით ურთიერთობა იქნება ზოგისთვის სამუშაო რეჟიმი, ზოგისთვის რაღაცა საქმიანობა, რომელსაც წარმატება არ მოქონდა და ბედნიერება თქვენთვის გადაწყვეტეთ და დასვით წერტილი და აი ესე მოიქნიეთ წარსულში თქვენი. ნახეთ ქუც როგორ იქნევს. წყალსაც წაუღია ის, რაც ჩემზე არ მუშაობს და რასაც ჩემთვის ბედნიერება არ მოაქვსო, ეს იქნება ურთიერთობის თავისით გადმოვარდა მე-16 მაღალი არკანი. კოშკი და ანგრიეთ. შეიძლება კონფლიქტის სიტუაციაც იყო ამგრევის წინაპირობა ერთგვარი, აი რაღაცა კონფლიქტი მოხდა და დაასრულეთ. ურთიერთობა იქნება ეს ადამიანთან შეიძლება არ არის აუცილებელი პარტნიორულ ურთიერთობაზე იყოს სამეზობლო კონფლიქტიც შეიძლება იყოს ვისთანაც მიხურეთ კარები და შენ ჩემთვის აღარ არსებობ როგორც მეზობელი. აი რაღაცა ესეთი სიტუაციაც არ არის გამორიცხული. ანუ აუცილებელი არ არის პარტნიორულ ურთიერთობაზე იყოს საუბარი, რაღაცა ვიღაცასთან დაასრულეთ გაწევ-გამოწევა და ერთგვარად ამოისუნთქეთ. აი თითქოს დიდი ლოდი თქვენი ბეჭებიდან გადაგორდა, რომ всё, უნდა ვიარო წინ 21 მაღალი არკანით. ეს არის დასასრული უკვე საკმარისია. ესეთ სიტუაციაში ხართ. თუ ატყობთ, რომ ენერგია თქვენია, უყურეთ ბოლომდე და გავიგოთ ის პიროვნება, ვინც ძალიან გაინტერესებთ. ზოგისთვის შეიძლება ამ ადამიანთანაც ერთგვარად კონფლიქტური სიტუაცია გქონდეთ. დღესდღეობით ფიქრობთ, რომ ეს დასასრული თქვენი ნაბიჯი დასასრული არის, მაგრამ ღმერთმა იცის კიდევ რა სურპრიზები შეიძლება სამყარომ შემოგთავაზოთ. მაგრამ ამ გაშლაში კონკრეტულად ეხლა გავიგოთ თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი რას ფიქრობს. მისი ცხაცხელი ფიქრები თქვენზე როგორია. იმპერატორი ამობრძანდა. მისი უდიდებულესობა პირველივე კარტი მეუბნება, რომ იმპერატორი ვარო, დავტირი ვარო, კალოდის ძირში არის 9,000. 9 ხმალი მაპატიეთ, ნახეთ როგორი მოგუშულია და ტირის 9 ხმალით შეიძლება უძილობა დაემართა, დეპრესია აქვს, იქ რაღაცა წერილებსაც აქ კონკრეტულად ამ კარტზე კითხულობს თქვენი შეიძლება მესიჯები იყოს, ხა პირადი დეპეშა დაწერილი ამ საუკუნეში ნაკლებად არის რომანტიკული მიწერმოწერები, აქედან გამომდინარე შეიძლება გადაიკითხავს ხოლმე თქვენ ჩატს, მიწერმოწერას, რაღაცა თვალსადევნებს და ეს იქნება უფრო ღამის პერიოდში ძილის წინ, რომელიც ფიქრები არ აძლევს საშუალებას, რომ დაიძინოს ან რთულად ეძინება და საერთოდ ძილთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, აი ეს ფიქრები არ აძლევს შვიდად გამოძინების, ასე ვთქვათ, საშუალებას. 6 ახმლით გეტყვით, რომ ადამიანი აჩვენებს თითქოს სიტუაციურად ისე იქცევა, რომ ზურგი გააქციათ და შებრუნდა და სხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნიდის და ზოგისთვის შეიძლება პირდაპირ გაგებით იცით კიდევაც რომ გადაადგილებაშია და მაგალითად მივლინებაში ან რაღაც სამუშაო რეჟიმში რაღაც კონტრაქტისთვის წავიდა, ყველას თავისი გეკნებათ საერთო გაშლაში და დეტალებია ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ ჩვეულებრივ აქ და სადღაც წავიდა ტერიტორიულად. მაგრამ სხვა დანარჩენისთვის იქნება ის, რომ მენტალურად გაჩვენებთ, რომ რაღაც გადაადგილებაშია, ზურგი გაქციათ, შებრუნდა და წავიდა, რაღაცა თავის გზაზე წავიდა, ესე იქცევა თითქოს. იმპერატორი ვარო, ადამიანი გვევნება, კაცი გვევნება თქო მინდოდა მეთქვა და 6,000-ითო ძალიან ბევრს ვიხსენებო და მეუბნება, ძალიან ბევრს ვიხსენებ, ძალიან ჩემთვის ყველა წუთი მასთან გატარებული მნიშვნელოვანია, ძალიან ემოციური ადამიანია ეს ჩემთვის და ძალიან დიდ ემოციებს მიქმნის და ეს მახსოვრობა იქნება სამუდამო როგორც არ უნდა გაგრძელდეს აწიჩვენი ურთიერთობა, ეს იქნება დასასრული თუ არა, სულ მემახსოვრებაო და ძალიან ძვირფასი ემოციური ფონი მაქვს მისგან დღესდღეობით ამ ქვეყნად რაც გამიტარებია მასთან ერთად ყველა წუთიო. 3,000-ით გეტყვით, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცნაირი შანსები არის იმისი, რომ დაგპატიჟოთ, გასართობად იქნება, თუ რესტორანი იქნება, თუ სამეგობრო წრე და კოლექტივი იქნება, სადღაც დაგპატიჟოთ და ფიქრობს, რომ აი სასმელი და ესეთი გასართობის სიტუაცია შეძლებს შეარიგოს თქვენი
თავი მას ცხრიან ჟეზლით, რაღაცა თავის დაცვის პროცესშია ეს ადამიანი. არჩევს.